ბოლო გამოკითხვები ნათელს ფენს, რამდენად გაყოფილნი არიან ამერიკელი ებრაელები ისრაელისა და მისი მრავალფრონტიანი ომების საკითხში. AP-ის გამოკითხვის მიხედვით 10-დან 7 ებრაელის ზრდასრული ადამიანი საკუთარ თავს ებრაელად მიიჩნევს, როდესაც მათ რელიგიურ კუთვნილებაზე ეკითხებიან. მეორეს მხრივ, როდესაც საქმე ეხება ღაზის ომს, ამ 70%-დან მხოლოდ ნახევარი თვლის, რომ ისრაელის მოქმედებები ღაზაში გამართლებულია. და იმ ადამიანებიდან, ვინც საკუთარ თავს ებრაელად მიიჩნევს, დაახლოებით 25% თვლის, რომ ისრაელმა გენოციდი ჩაიდინა. ეხლა ჩვენთან ერთად იერუსალიმიდან დეტალებზე ისაუბრებს პროფესორი გილ ტროი, უფროსი მკვლევარი GPPI-ში და ციგნის სასიცოცხლო გზამკვლევი აშეთეშუსისა და ისრაელის პარტნიორობაზე ავტორი. გამარჯობა და მადლობა, რომ შემოგვიერთით. სასიამოვნოა თქვენი ნახვა და ისევ გილოცავთ 4 ივლისს. დიახ, ზუსტად ესეა. პირველ რიგში გითხარით ამ გამოკითხების შესახებ, მათ შორის მსგავსება, მაგრამ განსხვავებაც არის, თუმცა ყველა ერთსა და იმავეს აჩვენებს, რაც დაკვირვებას იწვევს. რამე შეიცვალა 7 ოქტომბრის შემდეგ ებრაელი ამერიკელების დამოკიდებულებაში ისრაელის მიმართ ამ ომში, რაზეც ადრე შეიძლება არც ეფიქრათ. მოდით ორ ძირითად მოვლენაზე ვიფიქროთ. პირველი იყო უზარმაზარი მედია კამპანია, უზარმაზარი სოციალური მედიის კამპანია და საერთაშორისო კამპანია ისრაელის წინააღმდეგ, რომელმაც სიტყვა გენოციდი საზოგადოებრივ აზრში მოაქცია. მე ჩავატარე კვლევა 9 თვის განმავლობაში, 7 ოქტომბრის შემდეგ პირველ 9 თვეში. და როდესაც ამერიკამ უხელმძღვანელა მოსულის ბრძოლას ერახში 9 თვის განმავლობაში, New York Times-მა ეს გააშუქა 80 სტატიით, ხოლო 10-დან 40,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სამწუხაროდ დაიღუპა გამართლებული ბრძოლის დროს. გაზას კონფლიქტის დაწყებიდან პირველ 9 თვეში, 7 ოქტომბრის შემდეგ, New York Times-მა გამოაქვეყნა 6656 სტატია. ამიტომ ყველა ამერიკელი, ყველა ადამიანი მთელ მსოფლიოში იმყოფება ამ უზარმაზარი მედიის ზეწოლის ქვეშ. ვაუ. ამის გარდა ამერიკელი ებრაელები აღზრდილნი არიან ისე, რომ შეერწყან საზოგადოებას, იყვნენ მისი ნაწილი. და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკელი ებრაელების დიდი ნაწილი პოლიტიკურ სპექტრში მარცხენა მხარესაა. ხოლო მარცხენა მხარეს ახლა ისეთი ხალხის ჯგუფი ყავს, რომლებიც უკიდურესად ანტისიონისტები არიან, რომ უბრალოდ თითქოს ამ ზეწოლას ემორჩილები. ასე რომ გამოკითხვები ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგრამ პანიკაში ჩავარდნას არ ვაპირებ, რადგან როგორც ისტორიკოს, შემიძლია მოვლენებს გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედო. ვიცი, რომ მაგალითად 1989 წელს ამერიკელების მხოლოდ 45% უჯერდა ისრაელს მხარს, მაგრამ ორ წელიწადში ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა სპარსეთის ყურის ომის გამო. ვიცი, რომ 7 ოქტომბერს ამერიკელების 61% და არა მხოლოდ ამერიკელი ებრაელები ისრაელს უჭერდა მხარს და ამერიკელი ებრაელების 80%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ისრაელს. ასე რომ ძალიან რთულ მომენტში ვართ. ჩვენ ასევე გვაქვს დიდი დაძაბულობა, რა თქმა უნდა, ისრაელის მთავრობისა და ტრამპის გარშემო. ესე რომ შეიძლება ეს იყოს ერთგვარი იდეალური შტორმი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამას გაუძლებთ. კი, ანუ ერთდროულად ძალიან ბევრი რამ ხდება. გულისხმობ 7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ ცვლილებას ადმინისტრაციებში. და რა თქმა უნდა, ყველა კამპუსის არეულობა და რაც ხდება მონდანისთან დაკავშირებით. მაგრამ მართალი ხარ, ვფიქრობ საინტერესოა ეს მთელი ასიმილაციის თემა. გულისხმობ ეს ამერიკელი ებრაელების გამოცდილების ნაწილია საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ვფიქრობ, რაც 7 ოქტომბერმა გააკეთა, არის ის, რომ მან გააღვიძა ბევრი ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მე ასიმილირებული ვარ. მე ვერ გები, მაგრამ მაინც, როცა საქმე სერიოზულად მიდგება, იცი ებრაელების მიმართ ეს დამოკიდებულებები ისევ არსებობს. თუნდაც ბევრს ეს მხოლოდ 7 ოქტომბრის შემდეგ გამოეცადა. მართალია, ასე რომ ანტისემიტიზმი, რომელიც გამოჩნდა, შოკის მომგვრელია. ჩვენ მართლაც გვაქვს ეს ფენომენი, რომ ზოგი ამერიკელი ებრაელი ემიჯნება და ამაზე უფრო ხმამაღლა და აგრესიულად ლაპარაკობს. მაგრამ შენ აღნიშნავ, რომ ასევე იყო ეს ზრდა. და იცი, სიმართლე ისაა, რომ ებრაული ისტორია სინამდვილეში ბევრი ისტორია, მაგრამ განსაკუთრებით ებრაული ისტორია უფრო მეტად განისაზღვრებოდა ბირთვით, იმ ადამიანების ჯგუფით, ვინც ერთგული დარჩა. და ყოველთვის იყვნენ განსხვავებული აზრის მქონეებიც. ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თითქოს მიატოვეს იუდაიზმი, სიონიზმი და ამიტომ მე მიყვარს ყურადღების გამახვილება იმაზე, რასაც პილატესს უწოდებ. მოდი გავაძლიეროთ ბირთვი. ასევე ვისწავლე ჩემი ბიძისგან, ირვისგან, რომელიც იყო რეკლამის სპეციალისტი. ის ერთ-ერთი მთავარი რეკლამისტი იყო 1950-იან, 60-იან და 70-იან წლებში. და როცა მან 50 წელი იმუშავა სარეკლამო ბიზნესში და პენსიაზე გავიდა, თქვა რომ ერთადერთი რამ რაც ისწავლა არის ის, რომ ამერიკაში ერთადერთი მუდმივი რამ სრულებაა. და კიდევ ერთი რამ რაც უნდა დავამატოთ არის ის, რომ ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ანტისიონისტური მანიის პერიოდში და ამასაც დიდი გავლენა აქვს. თუ ბოლო 6-7 წელს გაიხსენებთ, ჩვენ მანიის პერიოდი გქონდა. შეიძლება დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ, მაგრამ მანია იყო ჯორჯ ფლოიდზე და რასიზმზე. მანია იყო Me Too მოძრაობაზე. მანია იყო ტრანს თემაზე. მანია იყო ტრანს თემაზე. არის მომენტები, როცა მედია და განსაკუთრებით სოციალური მედია ყველაფერს აძლიერებს. და კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ იყოთ საკითხის ერთ ან მეორე მხარეს.
მე ამაზე არ საუბრობ, არამედ იმაზე, როცა არსებობს განსაკუთრებით პატარა, მაგრამ ერთგული უმცირესობა, რომელიც თავის დრის წესრიგს აწვება და ეს რაღაც მომენტში ხდება მასობრივი. ასე რომ ამ განზომილებასაც უნდა გაუმკლავდეთ. მართალია. და იცით, მოდით გადავიდეთ ნიუ-იორკის უფრო ადგილობრივ თემაზე. და ჩვენ ვიცით მთელი ეს დრამა, რაც მამდანის გარშემო ხდება, და შემდეგ ეს შუალედური არჩევნები, სადაც მის მიერ მხარდაჭერილი ბევრი ადამიანი კონგრესის პრაიმერულ არჩევნებში მონაწილეობს, რაც კვლავ შეცვლის სიტუაციას. მაგრამ ერთი საინტერესო რამ არის ის, რომ პოლიტიკურად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ ამერიკელი ებრაელები უფრო მეტად უჭერენ მხარს, ან მამდანი უფრო პოპულარულია მათთვის, ვიდრე ნეტანიაჰუ და ნეცი, მათ შორისაც კი, ვინც თავს ებრაელად მიიჩნევს და ისრაელზე ზრუნავს. ეს ძალიან ოქსიმორონულად ჟღერს. ასე რომ კიდევ ერთხელ, ეს ერთის მხრივ იდენტობის დაბნეულობის მომენტია. ასევე ადგილი აქვს დემონიზაციასაც. არსებობს შესანიშნავი ციგნი 1972 წლიდან ამ მანიების შესახებ, რომლის ავტორია სტენლი კოენი და ქვია მორალური პანიკები და ხალხური ეშმაკები. ისრაელი და განსაკუთრებით ბიბი დემონიზებულ ფიგურად იქცა. ნეტანიაჰუ დემონიზებულ ფიგურად იქცა ისრაელის მხარდამჭერებშიც კი, მათ შორისაც კი, ვინც საკუთარ თავს სიონისტს უწოდებს. ამავე დროს მანდანის გარშემო ერთგვარი პოზიტიური აურაა. ამიტომ კიდევ ერთხელ გასაკვირი არ არის, რომ ამას ვხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. მყავს დემოკრატი კონგრესმენი მეგობარი შუა დასავლეთიდან, უბრალოდ ასე ვიტყვი, რომელიც ამბობს, არ დაგავიწყდეს, მანჰეტენი კუნძულია. და უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ მეორე დღეს, მას შემდეგ რაც სამი მანდანის მეგობარი, სამი კონგრესის კანდიდატი ნიუ-იორკში გაიმარჯვეს, რესპუბლიკური კონგრესის კომიტეტმა ჰაკიმ ჯეფრის ყვავილები და სამძიმრის ბარათი გაუგზავნა. და მათ უთხრეს, პირველ რიგში ვწუხართ თქვენი დანაკარგისთვის, მაგრამ ასევე დიდი მადლობა, რომ ჩვენი ცხოვრება გაამარტივეთ. ამჟამად დემოკრატიულ პარტიაში ერთგვარ შიდა ომს ვხედავთ. არსებობს დიდი გაბრაზება, რა თქმა უნდა, ტრამპის მიმართ და ტრამპი ერთგვარი გამაერთიანებელია, მაგრამ ეს ფარავს ღრმა დაყოფებს უკიდურეს მემარცხენეებსა და პარტიის დანარჩენ ნაწილს შორის. ეს უკიდურესი მემარცხენეები არავის ინდობენ, აქვთ თვითმკვლელური პაციფიზმი და პოლიციის, ISIS, ტრამპისა და ისრაელის წინააღმდეგ გამოდიან. და ისინი ამას იხენებენ, რომ ზეწოლა მოახდინონ პარტიის დანარჩენ ნაწილზე, რომელიც ანტიტრამპულია, მაგრამ არა ასეთი აგრესიული. და როგორ უნდა დააბალანსო ეს ყველაფერი, ხო? გულისხმობ ისრაელშიც კი, პარტიებში კიდე სხვა პარტიებია, მაგრამ ხო, გულისხმობ თითოეულ მათგანში ბევრი ნიუანსია. სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო იყო. დილტროი, დიდი მადლობა და ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ მისი ელექტრონული წიგნი, აუცილებელი გზამფლები აშშ-ისისა და ისრაელის პარტნიორობის შესახებ. კიდევ ერთხელ მადლობა.